გამარჯობათ, ისევ მე ვარ და დღეს მე მინდა გაჩვენოთ როგორ უნდა გამოიყენოს აი ასეთი პროგრამა Fraps. ჩვენ შეგვიძლია გადმოვწეროთ ნებისმიერი საიტიდან, აქვს თავისი საიტიც კი. fraps.com. ჯერ შევდივართ general. ჯობია აქ არც ერთი არ ჩართვათ, ეს თუ იქნება ეს არის ძალიან პატარა ვიდეოს გადაიღებს. ეს იქნება ყოველთვის წინ, მაგალითად ეხლა ჩვენ რომ აი აქ დავამახსოვროთ, სადმე იდგება პირველი. შემდეგ run Fraps when Windows starts, ანუ ეგრევე ჩართოს, როცა Windows-ი ჩაერთვება. ეს არა ესეთი. შემდეგ ეს არის ის, რითაც ეს დაამახსოვრებს benchmark-ებს. თქვენთვის ეს არ არის ძალიან ასე ვთქვათ საჭირო. აქ ჩავსვათ FPS თუ დაგჭირდებათ და ეს არის რო გამოთოთ ამდენ წამში დაწერთ აქ თორე წერება, ამდენ წამში გამოირთვა benchmark-ი. ეს თითქმის არ დაგჭირდებათ. შემდეგ ეს შეცვალეთ, აქ უნდა მიუთითოთ სად დაამახსოვრებს თქვენ ეს პროგრამა თქვენ გადაღებულ ვიდეოს. შემდეგ აქ ჯობია ჩავსვათ 30 FPS. როგორც თქვენ გინდათ, მე მაგალითად ესე მიყენია. აქ ჩავსვით 22. ეს ყველაზე დიდ ვიდეოს აკეთებს. შემდეგ ეს არის როგორ ის იქნება, რის ხმა იქნება თქვენ ვიდეოში. სტერეო ნიშნავს რომ მარტო რაც მიკროფონში ისმის, ის იქნება თქვენ ვიდეოში ის ხმები. ეს რაც ყველა, მაგალითად როცა ჩავთვალთ მაგალითად GTA 3-ს და იქ რამეს ვითამაშებთ თქვენთან, ესეც იქნება ეს ხმებიც. მოკლედ აქ იქნება default, ეს იქნება თუ აქ space დავაჭერთ, მაშინ ის გამოყოფს თქვენ იმას და შეგიძლიათ როცა ვიდეოს გადაიღებთ, ეგრევე მონიშნოთ space-ით. შემდეგ ახლა ეს არის screenshot-ები, ასე ვთქვათ ფოტოები. თუ ჩვენ დავაჭერთ F8, დაამახსოვრეთ ის, სადაც აი აქ ჩვენ მიუთითებ. აქ უნდა იყოს JPG, რადგანაც რომ ჩართოთ ჩვეულებრივ მაჩვენებელ ფოტოების, ეს არის სხვა პროგრამებისთვის, ამიტომ ჩავსვით JPG. ჩემი ვიდეო დღეს უკვე დამთავრდა. საიტი, საიდანაც თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ Fraps-ი, მე დავწერ აღწერაში. ნახოთ.